განვაგრძელოთ ჩვენს პოლიტიკურ დილას ფორმულაზე. გიორგი ხატიაშვილი ჩაგვერთვება ახლა ჩვენ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. დილამშვიდობისა გიორგი, მადლობა ხარ ჩვენთან ერთად. მინდა რომ ვისაუბროთ იმ ვიზიტზე, შევაჯამოთ ვიზიტი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰქონდა ჩინეთში. გარეგნულად ბევრი ისაუბრეს მეგობრობაზე, პარტნიორობის მნიშვნელობაზე, თუმცა ნდობასთან დაკავშირებით კარგად გამოჩნდა სინამდვილეში როგორ უყურებს ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს, როდესაც ნებისმიერ ნივთი, რომელიც ამერიკელებს ან აჩუქეს, ან მათ ჰქონდა ჩინეთიდან, თვითმფრინავში ასვლამდეთ ერთ დიდ ყუთში მოათავსეს და მათთან არც ტელეფონები არ ჰქონდათ ამერიკულ დელეგაციას, საერთოდ არაფერი, რადგან არსებობს დიდი უნდობლობა სწორედ ჩინეთის მიმართ ამ კუთხით. ჩინეთის ლიდერმა ისაუბრა თუკიდიდეს ხაფანგზე, მოიგონა ძველბერძნული ამბავი, როდესაც ათენის გაძლიერებას სპარტელების დიდი შიში მოყვა და შესაბამისად ომი გარდაუვალი გახდა აქედან გამომდინარე და თქვა რომ ჩვენ ეს კარგია რომ არ გავებით ამ ხაფანგშიო. მაგრამ რამდენად აღსანიშნავია ის რომ მართლა მოხდა ეს რომ არ გაებნენ ამ ხაფანგში. რამდენად შეიძლება შევაფასოთ რომ ამ ვიზიტის შედეგად ეს ამბავი და როგორ შეაფასებდი ამ ვიზიტს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და შენ ახსენე თუ კი დიდეს ხაფანგი და პრინციპში ამითი პრეზიდენტმა სიმ რა თქვა, პირველ რიგში თქვა რომ ამ საუკუნეში ირიბა თუ პირდაპირ უთხრა ამერიკელებს რომ ეს ჩინეთი იქნება და არის ზარდი ძალა და შეიძლება მომავალი ჰეგემონი და მეორე და უთხრა ასევე ის რომ ანუ ხელს ნუ შეუშლით ჩემს აღმასვლას, ხო? დაახლოებით ეს მესიჯი იყო. ეს თუ კი დიდეს ხაფანგი კიდე ერთხელ რო განუმარტოთ თქვათ მაყურებელს, ეს არის რომ საერთაშორისო სისტემაში უკვე არსებობს ჰეგემონი, რომელსაც ეშინია მზარდი და ეგრეთ წოდებული რევიზიონისტული სახელმწიფოსი და მიაჩნია რომ მომავალში ამ რევიზიონისტულმა სახელმწიფომ შეიძლება გადააჭარბოს მას სიძლიერეში და ამიტომ ურჩევნია ეხლა თქვა დაიწყოს ომი და ეხლა შეუწიოს და განახორციელოს პრევენციული ომი, ხო? და ეს იყო თქვათ სპარტას შემთხვევაში და ათენის შემთხვევაში გვაქვს ისტორიაში პირიქითა შემთხვევებიც, ხო? როდესაც მზარდმა სახელმწიფომ განახორციელა სამხედრო მოქმედებების ინიცირება, ამისი მაგალითია 1904-5 წელი რუსეთ-იაპონიის ომი, როდესაც რუსეთი იყო ასე ვთქვათ, ხო? ესეთი ჰეგემონი, ასე ვთქვათ და იაპონია იყო მზარდი სახელმწიფო და იაპონიამ ჩათვალა რომ ვინაიდან რუსეთი არ ითვალისწინებდა, ხო? იაპონიის ინტერესებს არც მანჯურიაში, არც კორეაში ჩათვალა რომ ომით ასე ვთქვათ, უფრო იოლად გავიდოდა ფონდს და ასე ვთქვათ, შეაჩერებდა რუსეთის ექსპანსიას კორეაში. ამიტომ თუ კი დიდეს ხაფანგი მარტო ის არ არის, რომ თქვათ ამერიკამ შეიძლება დაიწყოს ომი ჩინეთთან. პირიქითაც აკითხვათ შეიძლება თუ კი დიდის ხაფანგის, რომ ჩინეთმა დაიწყოს სამხედრო მოქმედებები და ასე ვთქვათ, რომ ანუ ორმხრივი წაკითხვა ამ თუ კი დიდეს ხაფანგს. თავისთავად შედეგები ამ ფარიდ ზაქარიას უსმენდი, რომელიც ძალიან კრიტიკული არის ზოგადად ტრამპის მიმართ და თქვა რომ ერთი საკითხი რაც მას სწორად ესმისო არის ჩინეთთან ურთიერთობის დინამიკაო და მისი ენა, სტილი, ყველაფერი იყო მორგებული იმ რეალობას, რაც რეალურად არსებობსო და ამ მხრივ მას შეცდომები არ დაუშვიაო. რამდენად რეალური არის ეს ხედვა ტრამპის პოლიტიკასთან დაკავშირებით და მთავარი სტრატეგიული ამოცანა სწორედ ჩინეთის შეკავება არის უკვე ბოლო 15 წელი ალბათ ამერიკული პოლიტიკური კლასის, ამას სხვადასხვანაირად უმკლავდებიან სხვა პრეზიდენტები, რამდენად წარმატებულია ამ ამბავში ტრამპი. ნუ ტრამპს რა თქმა უნდა ის ასე ვთქვათ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტება 2017 წელი მაგალითად ჯონ შრაიმერი თვლის რომ ეს არის პერიოდი როცა დამთავრდა თქვათ ესეთი რბილი ურთიერთობები ჩინეთსა და ამერიკას შორის და იწყება ანუ ქიშპობა თუ ესეთი მშვიდობიანი ურთიერთდაპირისპირება და 2017 წლიდან რა თქმა უნდა იმიტომ რომ თუ აქვს ტრამპს რამდენიმე საკითხი, რაშიც ის თანმიმდევრულია 30-40 წლის მანძილზე, ერთ-ერთი არის ნამდვილად ჩინეთთან მიმართ, ეს არის საერთაშორისო ვაჭრობა და ეს არის ასევე ჩინეთი, რომ ჩინეთი გვძარცავს და ჩინეთი უნდა შევაკავოთ. რამდენად გამოდის ეს ჩინეთის შეკავება, ეს სატარიფო ესკალაცია, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა წამოიწყო, საბოლოოდ მოუწიათ მაინც ეს რაღაცა დონის
შეთანხმებამდე მისვლა ამ კუთხით, ანუ ჩინეთის ეკონომიკური მოგუდვა ასე იოლად არ გამოვა, ხო? ფაქტია პრეზიდენტი ტრამპის დარწმუნდა და შედეგებზე თუ ვილაპარაკებთ, ხო, ისეთი ხელჩასაჭიდი შედეგები იყო, ესე ვთქვათ, რომ ჩინეთმა პირობა დადო, რომ 17 მილიონის უკაცრავად მილიარდის, ასე ვთქვათ, საქონელს შეიძენს, ასევე შეიძენს 27 მილიარდის სოიოს, რომელიც ტრადიციულად ყიდულობდა ჩინეთი, მაგრამ ამ სატარიფო ომის შემდგომ ბოიკოტი გამოუცხადა და ასევე თქვა ამერიკამ უფლება მისცა ბოინგს, რომ და ჩინეთს აქვს სურვილი, რომ დაახლოებით 200 ბოინგის ხომალდი შეიძინოს. აი დიდი, ასე ვთქვათ, მიუხედავად ამ პომპეზურობისა და ცერემონიალებისა, აი დიდი ხელჩასაჭიდი არაფერი შეთანხმებულა და ვერც მოხდებოდა ეხა, იმიტომ რომ ისეთი რთული საკითხებია დღის წესრიგში, რომ ეხა ერთი სამიტით ვერაფერი ვერ გადაწყდება. ხო, ტაივანს რაც შეეხება თქვათ, ხო? ტაივანთანაც არის სტატუს კვო. ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ არ ვემხრობით, რომ ტაივანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. ესეც ისეთი საკითხია, ხო, ტაივანი თავს ისედაც დამოუკიდებლად თulis და რა თუნდაც ეს დამოუკიდებლობის გამოცხადება მე არ ვიცი. და მეორეს მხრივ თქვა, რომ არ ვიცი, მივყიდია რა თუ არ მივყიდი და პრეზიდენტმა სიმ პირდაპირ უთხრა, რომ ნებისმიერი ესეთი ნაჩქარები ქმედება ტაივანთან მიმართებაში შეიძლება საბოლოოდ სამხედრო ესკალაციით დასრულდეს. უკვე ჩავიდა მგონი პუტინი ამ ვიზიტის შემდგომ. საერთოდ იყო თუ არა ეს საკითხი განხილვის საგანი, ან საჯაროდ თუ მოვისმინეთ რამე ამასთან დაკავშირებით. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები და ომი უკრაინაში, სადაც ჩინეთს დიდი როლის შესრულება შეუძლია. სადღაც დაიწერა, რომ პრეზიდენტმა სიმ უთხრა, რომ ტრამპს რომ ინანებსო პუტინიო ხა უკრაინაში შეჭრას. ამის მიღმა ალბათ ნუ თუ განხილვის თემა იყო ასევე თხოვნა, როგორც წესი, რომ ჩინეთი მიაწვეს რუსეთს, რომ ასე ვთქვათ, უფრო წამოვიდეს რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ამ ომში ჩინეთი ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, მიმყიდველია, ხო? ტექნოლოგიების დრონების. სხვათა შორის არა მარტო რუსეთისთვის, უკრაინასაც ყიდის დრონებს ამ კუთხით. მაგრამ ნუ ესე თუ ვინმე შეუულია და რამე ბერკეტი აქვს რუსეთზე ზეგავლენის, ეს ჩინეთია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა მით უმეტეს ევროპული სანქციების ფონზე თელ რუსეთის ენერგორესურსების ერთ-ერთი მთავარი კლიენტია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ თუ რამე იქნებოდა უფრო თხოვნა, რომ უფრო თქვა ჩინეთი მიაწვეს რუსეთს, რომ წამოვიდეს სამშვიდობო შეთანხმებაზე პუტინი. აი ახლა როცა ეს ვიზიტი უკვე დასრულებულია, ჰორმუზის სრუტე იყო თან განხილვის საგანი, ამასთან დაკავშირებით რამე თქვა, რომ აი ჩვენ შევთანხმდით, რომ ირანს არ უნდა კონდეს ატომური იარაღი, რომ ასევე ჰორმუზის სრუტე უნდა იყოს ღია მიმოსვლისათვის. რა წამოიღო ამ კუთხით ტრამპმა ჩინეთიდან? ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ეხლა ის რომ ირანს ატომური იარაღი არ უნდა ჰქონდეს, ამას ყველას თანხმდება, ამას ალბათ რუსეთიც თანხმდება, არ ამგონია ეხლა მაინდა-მაინც რუსეთს უნდადეს თქვა ბირთვული ირანი ამ კუთხით, თუმცა ხელჩასაჭიდი რომ აი რამე დახმარება ან ეხლა საიდუმლო შეთანხმება რომ თქვა ირანსზე უფრო ზეწოლა განახორციელეთ, რომ უფრო დათმობებზე წამოვიდეს, ну, შეიძლება ეს დაისვა ეს საკითხი, მაგრამ ну, იქაც მივდივართ, რომ ეს ჰორმუზის ბლოკადა და ზოგადად ის საკითხები, ის გადაულახავი წინააღმდეგობა, რაც არის ირანსა და ამერიკას შორის, ესე იოლად და ესე ზეწოლის მიუხედავადაც ვერ მოგვარდება, იმიტომ რომ ну, ამ ომამდელმა მოლაპარაკებამ და ომის შემდგომმა მოლაპარაკებამაც აჩვენა, რომ გამდიდრება არა ატომური იარაღის შექმნის საკითხი, არამედ ურანის გამდიდრების საკითხი ირანელებისთვის ან ირანის მოქმედი რეჟიმისთვის ეს არის წითელი ხაზი და ну თან უკვე ქცეული ეროვნული სიამაყის საკითხად, რომ ამის გამო ვიომეთ და ამის გამო ვომობთ და ირანი დღემდე ითხოვს, რომ მას დაუტოვონ რაღაცა გამდიდრების რაღაცა მინიმალური შესაძლებლობები, ნუ მე არის ვარიანტი თქვა 15 წელი გამდიდრება არ იქნება, ან 15 წელი გამდიდრებული ირანი ქვეყნა გავა, ასე შემდეგ, ამერიკა და ისრაელი თხოვს ნულოვან გამდიდრებას, ანუ სრულ მოშლას, ასე ვთქვათ, გამამდიდრებელი ინფრასტრუქტურის და ეს გადაულახავი წინააღმდეგობის შედეგია ის, რომ დღემდე ვთქვათ, გვაქვს ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ
ირანი არ ატარებს სხვა ყურის ქვეყნების გემებს და ეს საკითხი რა თქმა უნდა ჩინეთის როლი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩინეთი პრაქტიკულად ყიდულობს თუ არ ვცდები ირანის ნავთობის 80 თუ 90%, ხო? პრაქტიკულად ანუ ერთადერთი კლიენტია. და თუ ვინმეს შეუძლია რამე ასე რომ ზეწოლა განახორციელოს ჩინეთია, მაგრამ ნუ არის საკითხები, რაზეც ალბათ ირანი ანუ ისეთი ეგზისტენციალური საკითხები, რომელსაც არც ჩინეთს მოусმენს და არც სხვა ქვეყნებს. მადლობა ძალიან დიდი გიორგი ხატიაშვილი იყო ჩვენთან ერთად პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი.